ის ეტაპი დასრულებულია წარმატებით, აი მეორე ეტაპი რას მოიცავს, რას გულისხმობს ბატონი? სანამ უშუალოდ ბროლის იატაკს შევეხებოდით, მანამდე მინდა ესეთი რაღაცა გითხრათ. 2009 წლის მარტის თვეში ახალი ადმინისტრაცია, ანუ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რომ ქალაქ თბილისის მერიის და კულტურის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა მთლიანი შენობის რეაბილიტაციას. პირველ რიგში საძირკველზე იყო ლაპარაკი, რომელმაც ძალიან დიდი პრობლემები წარმოშვა და ზოგადად დიდი ზიანი მიაყენა შენობას, გაჩნდა დიდი ბზარები. იქ ესე ვთქვათ, ყოფნა ძალიან საშიში იყო თვითონ თანამშრომლებისთვის. პირველ რიგში დაიწყო ამ შენობის მთლიანი საძირკვლის გამაგრება რკინაბეტონის კონსტრუქციებით. ძალიან ესე ვთქვათ, შრომატევადი საქმე იყო, ცოტა ხანგრძლივი პერიოდიც იყო, იმიტომ რომ ეს ამდენი წლის პრობლემა, რომ საფუძვლიანად გამაგრებულიყო და შემდგომში რომ აღარ გაგრძელებულიყო ამ შენობის ესე ვთქვათ, განადგურება, ეს გადარჩა. შემდეგ იყო შენობის გადახურვა, იმიტომ რომ ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდა, წყალი ჩამოდიოდა, ალპობდა შიგნით ყველაფერს. და შემდეგ რაც თავარია, მოხდა შენობის ფასადის რესტავრაცია. მაქსიმალურად ვცდილობდით ყველანი, რომ შენობის პირვანდელი სახე, ასე ვთქვათ, შენარჩუნებულიყო და მოხდა ის, როგორც იყო ჩანაფიქრი. ანუ რესტავრაცია და არა რემონტი. კი, რესტავრაცია. ნამდვილად ეს არ იყო რემონტი, ირაკლის აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რაც თქვა. მე კიდევ ხას გავუსვამ, რომ ეს არის ერთ-ერთი ირაკლის დამითანხმების სამიმუშო შენობა რეაბილიტაციისა და მისი რესტავრაციისა. ისევ ვამბობ, რომ ქალაქ თბილისის მერიის და კულტურის სამინისტროს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ ამოცანას ბრწყინვალედ გაართვეს თავი. ამიტომ გული დამწყდა აპოლოზე, მე იმიტომ ვიცი რომ ვერ გაართვეს თავი. გეტყვიეთ ასეთ რამეს, რომ ეს არ იყო ადვილი ამოცანა. ვისაც გახსოვთ რა იყო ეს შენობა, ეს იყო აი რაღაცა დაფშნილი შენობა, რომელიც უნდა შეერთებინათ ისე და მოახერხეს ეს საქმე. ბრწყინვალედ შიგნით რას აპირებთ, ამაზე ირაკლი მისაუბროს, მე არ ვარ. პირველი ეტაპი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იყო ის გამაგრება, ფასადის რესტავრაცია, გადახურვა და მეორე ეტაპი უკვე ბროლის იატაკამდე ჯერ შეიძლება შორია, შორს არის, მაგრამ ტრადიციულ ბროლზეა, ხო? უნდა აღნიშნოთ პარალელურად მიმდინარეობდა რესტავრაციის სამუშაოები და იცით რომ ხშირად მიწევდა მოსვლა. არ ნელდებოდა მუშაობა და პარალელურად მიმდინარეობდა მაინც ის იმიტომ რომ ალბათ ახალ ადმინისტრაციას გაგვაჩნია ის ახალგაზრდული დიდი ენერგია, რომელიც არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ერთის მხრივ ჩვენი ახალგაზრდული ენერგია, მეორე ჩვენი ზემდგომების ძალიან დიდი მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში სამინისტროსი და მესამე იქ არსებული კოლექტივის ძალიან დიდი შემართება. მე ჩემი კოლექტივის საამაყოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ამ სასახლის ხიბლი ისტორიასთან, ექსპონატებთან ერთად არის ის კოლექტივი, რომელიც ჩვენ გვყავს, რომელიც არის ერთ სულ და ერთ ხორცს და მე არასოდეს არ ვამბობ და არასოდეს არ ვიტყვი, ეს არ არის მარტო ჩვენი წარმატება. ეს არის მთელი მუზეუმის წარმატება, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამაში, მაგრამ მე ძალიან ნერვიულობ, ხალხო. ირინამ გასცეს პასუხი იმ ქალბატონს, იმიტომ რომ ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა არ გვირეკავენ. დარეკავენ აუცილებლად. მინდა გადავალთ აუცილებლად გვაქვს ბატონ ირაკლისთან. კი ბატონო. ხო, მინდა ამ ქალბატონს მოვახსენო, რომ არა მარტო აგრაფინა ჯაფარიძეს და პრინც ოლდენბურგის სასიყვარულო ფოტოებია ჩვენთან, არამედ სხვა სიყვარულის ისტორიების ფოტოებია და მაგრითია ეს ბარათები, უამრავი და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლიათ მობრძანოთ და დაათვალიეროთ. მაგრამ იკითხა შეიძლება ხო დღეს ხო ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიხვიდეთ. ერთი კითხვა მაქვს, წერან საუბარი იყო აი რესტავრაციაზე და არა რემონტზე. აპოლოს კინოთეატრზე ვერ მოხერხდა უბრალოდ, იმდენად დაზიანებული იყო და იმდენად წვრილი ჩუქურთმები ჰქონდა, რომ ზუსტად მისი რეაბილიტაცია როგორი საკითხიც იყო მანამდე ვერ მოხერხდა, ოდნავ რაღაცა ვიზუალური ფასეულობები ცოტა შეილახა. გამომდინარე იმისგან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ეხლა მე ჩემი შენობით, რომელშიც ჩვენი მუზეუმია განთავსებული, იმდენად ვარ მოხიბლული, რომ მოვდივარ გზაზე, იმის მეც არაფერს არ ხდება. არა, აპოლო ძალიან ლამაზი არის მოდივარი. არა, აპოლოს აშკარად უწევთ კონკურენციას, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ისლამური გოთიკა საქართველოში, თუმცა ისე ვიმეორებ, რომ პროცესი გაგრძელდა 2 წელიწად.
ხშირ შემთხვევაში, აი, იცით გიორგი და ლელა რა ხდებოდა ამ შემთხვევაში, რომ აგურები, რომლებიც დაიშალა, ბევრი ადგილი იყო, რომ არ ექვემდებარებოდა არანაირ რეკონსტრუქციას. უბრალოდ ფიზიკურად აღარ არსებობდა საძირკველი. ჰაერში ეკიდა. ამიტომ რა უნდა ეკნათ? აი, ნაწილი კედლისა მოიხსნა, ყველა ქვა და აგური დაინომრა. შემდეგ იქ ჩაისხა კინაბეტონი და შემდეგ ნომრების მიხედვით აიწვა. წარმოდგენაც კი მიჭირს ზაზზეა საუბარი. ამ თვალსაზრისით მე მინდა აღნიშნო ის არის რომ ამ ყველაფერს ჩვენ ვესწრებოდით და რაღაცა წვლილი ჩვენს კი, მე თოყურებას რომ უწევდა გიორგი ვიცი. ჩვენ ეხა ჩვენი ყოფნა იქ სულ არ არის გასაკვირი, ჩვენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვიყავით და თანამშრომლები, მაგრამ მე თვე არ გავიდოდა იქ არ მოსულიყო ქალაქის მერი, ქალაქის ვიცემერი დავით ნინიძე, რომელიც მუდმივად აკონტროლებდა და ჩვენი მინისტრი. და მე მივხვდის ჩვენი სახელმწიფოსათვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენობა. რომ ეს შენობა არის არა მარტო მუზეუმი, არამედ არქიტექტურული შედევრი და ამ თვალსაზრისით ეს არის ყველას დიდი მიღწევა. ეს არის ამ შემთხვევაში ქართული სარესტავრაციო სკოლის, ქართული არქიტექტურული სკოლის და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ძალიან კარგი მაგალითი. და სხვათა შორის ერთ რამეს ვიტყვი და ამითი დავამთავრებ, ძალიან ბევრს ლაპარაკობ. ჩვენ წელს ჩვენი სარესტავრაციო ლაბორატორიის ხელმძღვანელის ირინა დუდაურის ინიციატივით წელს საქართველოში პირველად მოეწყო რესტავრატორთა საერთაშორისო კონფერენცია. 6 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი და თურქეთი. ამათ აქვს უძლიერესი სარესტავრაციო სკოლები და ძნელია ისინი ძალიან დიდი დელეგაცია მაგრამ ჩვენ ისინი მივიყვანეთ ჩვენ შენობასთან. რა თქმა უნდა, მათ კონფერენციაზე ნახეს ფოტოები. შეტანილია საერთოდ ძეგლდაცვის საერთაშორისო. რა თქმა უნდა და მივიყვანეთ ჩვენ შენობასთან და იყვნენ გაოცებულები. თქვენს რომ აი ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებათ. მე არ შემიძლია არ ვახსენო არქიტექტორი ნიკოლოზ ზაზუნიშვილი, რომელიც ამ პროცესს დაუდო საფუძველი და მან გააკეთა ამის ანაზომები და სარესტავრაციო პროექტი და ყველა იმ ადამიანს. აი მე არასოდეს არ დავიღლები ამ ადამიანების მისამართით მადლობის გამოცხადებით. ჩუმათავა. გიერთდებით ჩვენს მადლობებს. მეორე ეტაპი, რამდენ ხანს მოიცავს, როდის შეიძლება მთლიანად ვიხილოთ დასრულებულ შენობა, იმიტომ რომ შემდეგ კითხვა ბატონ გიორგისთან მაქვს, უნდა გავუხსენო შარშანდელი დანაპირები. იცით რა მინდა გითხრათ ხა, როგორც ასეთი მეორე ეტაპი უკვე დაწყებული არის, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ისტორიული ნაწილში ორი ისტორიული დარბაზის რესტავრაცია მიმდინარეობს. რამდენიმე რესტავრატორი მუშაობდა ამ ოთახებში, აღმოჩენილი მოხატულობები და რა თქმა უნდა ხა ეს დიცი ხარულს იწოდა, როცა ნელ-ნელა ხვდებოდი იმას, რომ იმ პერიოდთან მქონდა შეხება და ის შეხება იყო, რომ ის მოხატული კედლები რაც იყო შემორჩენილი, ისინი გამოჩნდა, რა თქმა უნდა ისინი დავაკონსერვეთ, ესე ვთქვათ, არ შევხრებივართ და ამ ორი ისტორიული ოთახის, ესე ვთქვათ, პრეზენტაცია იქნება თვის ბოლოს მაისში. კი, არის მაისის სიყვარულის თვეა ამ ესე ვთქვათ, საზოგადოებისთვის. დაახლოებით რიცხვი თუ იცით. მე გეტყვით ერთ რამეს დავამატებ, რომ წელს არის ჩვენი 95 წლის იუბილე, წელს არის ჯეოსელის 15 წლის იუბილე. რეკლამები არა, მაგრამ და TBC ბანკის 20 წლის იუბილე. ამიტომ ჩვენ არა რეკლამა, არა, რეკლამა არ არის ამ შემთხვევაში, რა მინდა გითხრათ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ და სახელმწიფო აქტიურად გვეხმარება. მაგრამ სახელმწიფოს აქვს ძალიან კარგი პოზიცია, რაც ძალიან მე მაქსიმალურად მოგეხმარები, მაგრამ შენც მაქსიმალურად რაღაცა შემომთავაზე. ამიტომ ჩვენ ამ სამმა ორგანიზაციამ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი იუბილე აღნიშნოთ ბანკის და ერთ-ერთი დიდი სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის დახმარებით. ისინი ფინანსურად დაგვეხმარნენ, ჩვენ ვაკეთებთ ამ ორი დარბაზის რეაბილიტაციას, ამაში ჩაერთო ქალბატონი ნეკასებას კვერიძე, ქალაქ თბილისის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ნივთების რესტავრაციას და სამუზეუმო აქსესუარების რესტავრაციას ახდენს და ამიტომ ჩვენ გვექნება საქართველოს მუზეუმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იუბილე გეპატიჟებით. თქვენც, იმიტომ რომ ერთი დიდი და ძლიერი ბანკი, ჯეოსელი ძლიერი კომპანია და ჩვენ ძლიერი მუზეუმი.
ამას ერთობლივად აღნიშნა, ბევრი სიურპრიზი მოეწყობა. საინტერესო სამკუთხედია ნამდვილად. ძალიან ბევრი სიურპრიზი, არ ვიცი, მაგრამ ყველაზე ესეთი ყბადაღებული სიურპრიზი იქნება ის იდეა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, გიორგი მალე განახორციელებთ, როგორც კი დასრულდება ყველა სამუშაოები. გამოვლელი გაჩერდება მუზეუმის წინ და დაინახავს ცოცხლად გაცოცხლებულ უпростоრად ის სიყვარულის ისტორიას, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გააკეთო ეს, ანუ შენობაზე გამოისახება. ჩვენ გვინდა კედელზე მიმდინარეობდეს ღამე ინსტალაცია მოდულად. ამისი ერთიც და უკვე ჩვენ მქონდა და ჩვენი ექსპონატები ავამოძრავეთ გრაფიკულად და ღამე 6 მეტრიან კედელზე იყო ამისი ჩვენება ლადო გუდიაშვილის შესრულებული ესკიზები ქართული ცეკვისათვის. ცეკვავდნენ ნამდვილად ცეკვავდნენ. ანუ შეგეთ რაც ინახება გამოვიდა. ყველაფერი გამოვიდა გარეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის სასახლე, რომელსაც თავის დროზე აშენების მერე არანაკლები ხიბლი ჰქონდა ღამეც, ისა ამიტომ უჯერ მას ერთი ღამის სასახლესაც ეძახდნენ და ღამეც უნდა იცოცხლოს. ღამე უნდა იცოცხლოს, ვფიქრობ, რომ აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. ირინა იტყვის ალბათ როგორი არის, ვთქვათ, რამდენ მასალას იძლევა ჩვენი კოლექციები ახალი იდეებისათვის. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 9 მილიონი ექსპონატია დაცული ჩვენს მუზეუმში, ამიტომ არის საშუალება, რომ იდეებიც განახორციელო, არის საშუალება, რომ განახორციელო და რა თქმა უნდა, გრძელდება ეს ფიქრიც, შრომაც და ამიტომ იქნება ყველასთვის საინტერესო და ჩვენს კიდე მოსულ ადამიანებს ძალიან ბევრი სიურპრიზი არის. მე მედიცი რომ დამიწყებთ ხვეწნას, რომ ეხვეწები რა ისა გასასვლელი გადაცემები ზოგჯერ ისეთი გავაკეთოთ ჩვენთან სტუდიაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რევაზ ლაღიძის ნაქონი როიალი, აგრაფინა ჯაფარიძის ნაქონი როიალი და ასე შემდეგ. ისეთი ჯერაც შეგეხვეწე ის უნდა. რაღაცებთან ხა ხელი შეხება. რაღაც გეხვეწები. ანონს დავუთმოთ რამოდენიმე წამი. ტაოზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ და ტაოდან ახლა ჩამოხვედით და ხშირად მოგზაურობთ. თუმცა მანამდე ამისთვის უამრავი დრო გვაქვს და ისე საუბრობთ. არ ვიცი, მომწერეს კიდეც რომ ყველა სულგანაბული გისმეთო და მე სულგანაბული გისმეთ. ნუ პირველი პოსტი ის იყო რომ ჩვენმა ძველმა სტუმარმა მოგწერა გიორგი ცხვიტარიამ რომ დიდი მადლობა იმისთვის რომ მომიწვიოთ. ჩვენ ყოველთვის ვიწევთ ნიჭიერ ადამიანებს აქედან გამომდინარე არაფრის. დღეს საინტერესო სტუმარი ყოლიათ გიორგი კალანდია მოსიარულე ენციკლოპედია. ძალიან საინტერესო ადამიანი ვართ, ყოველთვის ყველა სულგანაბული გისმეთო. ბატონ გიორგი, ჩემ ეზრით თქვენ ქვეყნისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, წარმატებებს გისურვებთო. დიდი მადლობა. კიდევ მოგწერა ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა, ეხლა ვერ ვკითხულობ, მაგრამ წავიკითხავ. თქვენ იყავით თანამედროვე საქართველოში ერთ-ერთი პირველი, ვინც ტაო-კლაჯეთში წახვედითო და თქვენი ფილმებით საქართველოს თავისი დაკარგული კუთხეები და იქაური ხალხი გააცან. ძალიან მგონი ხვიდე უკვე დავყვა. დანიმე კვირა ველა რაც უკავშირდებით ტაო. რა ხდება? ეხლა